German homelos I drink coffee and I know things. 24 ეპიზოდის სიტყვა არის გულნაკი. სტერეოტიპებს თუ ბოლომდე ავყვებით, მაშინ მოგვიძევს თქვათ, რომ გულნაკები დღეს აღარ არსებობენ. ცეცხლის გამგუებლის, სიყვარულის მთესვლის და იდეის ავტორის როლში ძირითადად დედა, ბებია ან ვინმე ზრდასრული ახლობელი ადამიანი გვევლინება. სამწუხაროდ ძალიან იშვიათად სკოლის მასწავლებლები. თავდაპირველად ყველაფერი ძალდატანებით იწყება. როცა არ ვიცით ეს რა არის და რამხელა დონის და დოზის სიკეთის მოტანა შეუძლია ჩვენთვის. ცხადია იძულებით იწყება. ზოგჯერ ხათრითაც კი. ისინი გთხოვენ და გვირჩევენ წიგნის წაკითხვას. არ გვინდა, მაგრამ მაინც ვიწყებთ. როგორღაც წავიკითხეთ ერთი წიგნი ბოლომდე. რაღაცა მგონი ცუდი არ იყო. წიგნსაც გააჩნია ოღონდ, უნდა ვიცოდეთ რას ვაწვდით წასაკითხად ბავშვს. მომეწონა ხო იცი? ჩნდება უკვე ეს აზრი. ერთს კიდევ წავიკითხავდი. აქ ჯერ მიჯაჭვულობა არ არის, მხოლოდ ნაპერწკლები იქმნება. მეორეს კითხვისას ვიგებთ, რომ მართლა კარგია კითხვაც და თავად ეს პროცესიც მთლიანად. ჯერჯერობით რომანტიზმი არ ვიცით რა არის, თორემ ვიტყოდით რომანტიკაა ერთგვარიო. ბავშვები ვართ ჯერ კიდევ. მოგვეწონა კითხვა, მართლა მოგვეწონა, მაგრამ გული მაინც ეზოში თამაშისკენ ან კომპიუტერზე თამაშისკენ მიგვიწევს ისევ. ჯერ ისევ ბავშვები ვართ. მიუხედავად ამისა, ისევ ვაგრძელებთ კითხვას, თუნდაც სამთვეში ერთი წიგნი მაინც. ამასობაში გადის დრო და კითხვის პროცესი ყველაზე ჯანსაღ ჩვევად აკვიატებად ყალიბდება. უკვე მოთხოვნილება გვაქვს, რომ ვიკითხოთ. საბავშვო ლიტერატურიდან სერიოზულ ლიტერატურაზეც შეგვიძლია სწრაფადვე გადასვლა. რადგან გონება უკვე მზადაა, ყველაფრის საწყისი არის ბავშვობა და ბავშვის გარემოცვას და მათი ინტელექტუალური განვითარების დონეს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მათი დამსახურებით ხდება გულნაკების, ანუ წიგნების კითხვაზე დამოკიდებული ადამიანების აღზრდა და ის, ვინც კითხვა ჩვევად იქცია, აზროვნების უნარიც ყველაზე უკეთ გამოიმუშავა. სტერეოტიპი კი, რომელიც დასაწყისში ვახსენე, ეხება თანამედროვე ადამიანის ტექნოლოგიებზე დამოკიდებულების გაზვიადებას. თითქოს ახალი თაობა და ძველიც ისია გადართული ტელევიზორზე, ტელეფონზე, ინტერნეტსა და გაჯეტებზე, რომ კითხვა სულ აღარ ახსოვთ. ასე ნამდვილად არ არის. თანდაყოლილი ინტელექტისა და კარგი მშობლების ან გარემოცვის გამო დღესაც ძალიან ბევრი გულნაკი გვყავს და ბევრიც გვეზრდება კიდევ. შეიძლება ეს ყველაფერი ზოგს უაზროდ მოეჩვენოს, მაგრამ წიგნს და ზოგადად ხელოვნებას იმაზე მეტი ძალა აქვს, ვიდრე ჩანს და გგონია. კითხვაზე შეყვარებულ ადამიანს ეწოდება გულნაკი. და ბევრი გულნაკი ჰყავდეს ყველა ერს, ყველა დროში, რადგან მათზე ძალიან ბევრია დამოკიდებული.